მე გისურვებთ ყველას, რომ რაღაცნაირად ღვთისმცნობით გვეცხოვროს. აი საგზაო ნიშნები რო არსებობს. ადამიანმა საგზაო ნიშნებს თუ არ მიაქცია ყურადღება, კარგი დღე არ დაადგება, ხო მართალი? იქ სადღაც რაღაცას გიგრძალავს. იქ სადღაც მიმართულებას გაძლევს. ეხლა მე რო თქვენთან მოვდიოდი, Google-ის რუკით სარგებლობდით, რომ აბა ისე რა ვიცოდი თქვენი სკოლა სად იყო, ამით მოვედი. ანუ ის გიჩვენებს სწორ გზას, რომ არ გადაუხვიო გზიდან და ჩვენ რომ აი სწორი გზით ვიაროთ, მაცხონებელი გზით, ღირსეული გზით, ჩვენი მამა-პაპის მიერ გავლილი გზით და ჩვენამდე მოტანილი გზით, ეს არის სწორედ სახარებისეული მცნებები, რომელიც ხან რაღაცას მიგითითებს, ხან რაღაცას გიგრძალავს. ხან გეუბნება ამ სიტუაციაში როგორ მოიქცე. ქრისტიანობაც ეგ არის. როგორც ქრისტე მოიქცეოდა ჩვენს ადგილზე, რომ ეცდები მიბაძო მას. და ისე მოიქცე, მაგალითად შეურაცხყოფას გაყენებენ. როგორ იქცეოდა ქრისტე, როცა შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორ მოიქცა ქრისტე, როცა ჯვარზე გააკრეს. რა თქვა? ჯვრიდან. არ იციან რას აკეთებენ, მიუტევენ, არ იციან რას აკეთებენ. იმიტომ რომ ბოროტ მოქმედმა რომ იცოდეს რასაც აკეთებს, აღარ გააკეთებს. ანუ რომ იცოდეს რასაც აკეთებს, იმას თავის თავს უკეთებს, მაშინ ძალიან დაფიქრდებოდა. იმიტომ რომ რასაც გააკეთებ, აუცილებლად დაგხვდება წინ. სიკეთე იქნება ეგ თუ ბოროტება იქნება. ისე რომ მაგას კაცი ვერ გადაურჩება. პატარაობისას პაპა მომიყვა ასეთ ამბავს. ადრე იყო ხოლმე კოლექტივები. კოლექტიური შრომა იყო ხოლმე და ამ კოლექტივში გაწევრიანებულები იყვნენ ადამიანები და ამ კოლექტივის თავისი თავმჯდომარე ყავდა. როგორც მე გამიგია თორე მე ეს კოლექტივი არ ვიცი. ერთხელ ამ კოლექტივის თავმჯდომარეს დაუსნეულდა, დაუავადდა ძროხა. და ეხლა რა ქნას? ანუ ისე დაუავადდა, რომ მისი ჭამა არ შეიძლება. მაგრამ დაენანა როგორც ჩანს ამ ძროხის უილად ესე გადაგდება და რა გააკეთა? დაპატიჟა თავის თანამშრომლები, მოიმადლიერა, ესე რომ ვთქვათ, დაკლა ეს ჩვენი ძროხა და ყველას გაუმასპინძლა. თქვენ როგორ ფიქრობთ, თვითონ შეჭამდა? ხო გამორიცხულია რომ შეეჭამა. მაგრამ სხვები ხო შეჭამდნენ, ვინც არ იცოდნენ რა მოხდა. ეს აი რეალური ამბავი, რაც მათ თავისი თვალით რო ნახა. და რა მოხდა? არავის არაფერი მოუვიდა ამ თავმჯდომარის გარდა. ხო საოცარი ამბავი. ანუ რაც თითქოს სხვისთვის გააკეთა, ის დაემართა თვითონ მას. და ეს ცხოვრებაში ყველა ნაბიჯზე შეხვდება ადამიანი. შეიძლება იმ წუთშივე არ შეხვდეს. წლები გავიდეს და სადღაც დახვდეს თავისი გაკეთებული ცუდი ან კარგი საქმე.